მობზანდი გიორგი მოგესალმები. როგორ ხარ? კარგად. მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა დაპატიჟე. აი აქეთ დავდგეთ. კი ბატონო. ეს ადგილი უნდა გეცნობოდეს. აუცილებლად. თუ ისე დიდი ხნის წინ შენი ოჯახის უახლოესი წევრი მყავდა. კი, რა თქმა უნდა. ანუ შენი მეუღლე ნინი. და მაშინაც სიონი იმიტომ შევარჩიე რომ მამა ბესარიონთან კავშირი იყო და რა თქმა უნდა. მეც გვალობდი. ხო, ეგეც ვიცი, ამიტომ ესეც სიმბოლურია. სიმბოლურია, ნამდვილად ახლო არის ჩვენთვის ეს. კი ბატონო. ხო და მაშინ ვისაუბრე ნინისთან და ეხლა მიზეზი მომეცა იმისა, რომ თქვენს მომეწვე, მაშინვე გავიგე, მე სიმართლე გითხრა არ ვიცოდი რომ ასევე მუსიკოსი ყავი და ძალიან გამიხარდა და მე იმ პროექტით, რომელიც ესეთი სახალხო პროექტი გახდა და გამარჯვებლები გახდით და გილოცავ აქვე და ორმესი მადლობა. მოდი დავიწყოთ, როდის დავუკავშირდი სანამ სიონთან მივალ და სანამ ეკლესიასთან მივალ, საერთოდ სიმღერას როდის დავუკავშირდი. როგორ და აი პროფესიულ სიმღერასთან კავშირი როდიდან არის? კი ბატონო. ნუ პირველ რიგში ჩემ ისეთ ოჯახში დავაბადე, რომელიც რასთავი მოხდა სუმღეროდით. ჩვენ ვართ რაჭველი ხარ? რაჭველი ვარ, რაჭველი ორივე მხრიდან. დავიბადრე ორმაგად, მეც ასე ვარ. ორივე მხრიდან რაჭველი ვარ და დედა ჩემიც, მამა ჩემიც, მე 6 დედმამიშვილი მყავს, სულ 7 ვართ დედმამიშვილები და ყველანი მღერი ვართ ერთი სიტყვით. ოჯახის შემდეგ უკვე მუსიკალურ სკოლაზე მუსიკალურ სკოლაში მივედი არჩილ უშველიძესთან ერთად, უბრალოდ არჩილ უშველიძის ხელმძღვანელობით ვიყავი ასალ ბიჭებში. კი ბატონო, ვიცი. ბავშვობიდან ესე ვთქვათ, ესე მოყვებოდი და მაი მოყვე როცა ბავშვობის ოჯახურ გარემოს გამოცი და მიხვედი ბიჭებში, ფიქრობდი რომ პროფესიულად დაკავშირებოდი მუსიკას, გაყოლოდი შენი პროფესია გამختارიყო ერთგვარი თუ მაშინ უბრალოდ ეს იყო ეს რაღაცა სიხარული სიამონება მეგობრებთან სიმღერა. ნუ რა თქმა უნდა პირველ რიგში ეს იყო ის რაც გულიდან მოდიოდა. სიამონებას ვიღებდი და ვიღებ ამ ყველაფრისგან, მუსიკისგან, სიმღერისგან. და ბავშვობიდანვე ესე ვთქვა ძალიან მიყვარდა სიმღერა. ესე კონკრეტულად არადოს არ მიფიქრია რომ შეიძლებოდა სიმღერას გავყოლოდი და მე რა თქმა უნდა უკვე სასწავლებელში კონსერვატორიაში ჩამებარებინა, მაგრამ ნუ დროდადრო აღმოჩნდა ისე რომ ვერაფრით ვერ მოვშორდი და არც მოვშორდი პროფესიულთას დავუკავშირდი. იცი რა მითხარი, მე ესე მსმენია მუსიკოსებისგან, განსაკუთრებით აი კონსერვატორია ვახსენე და ვინც დაკავშირება პროფესიულად, რომ მუსიკა სჭირდება აზროვნება, არსებობს მუსიკალური აზროვნება, ხო და მათემატიკა ეხმარება მუსიკას. მათემატიკა ეხმარება. ყველაფერი კავშირში. შენ რაღაც პერიოდში მათემატიკოსობასაც უმიზნებდი კომაროვში სწავლობდი, ხო? მათემატიკოსობას, ანუ ფიზიკა მათემატიკის სკოლაში სწავლობდი კომაროვში. ძალიან ხო და საყვარელი სკოლაა ჩემთვის. როგორ იყო ეგ? როდის ჩემ ბავშვო ასევე ამას ვუკავშირე. იყო გზაგასაყარი რომ ეს თუ მუსიკა, კონსერვატორია თუ ფიზიკა. რაღაცა გზაგასაყარი მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში იყო. თუნდაც სპორტის მიმართულებით, თუნდაც ჩაისას დაგვარლებინებდა. მიმართულებით საწავსული ყავი, როგორ გამეგზელებინა ჩემი ცხოვრება. ბევრი რამეც ვცადე სხვათა შორის. დიდი მადლობა. ბევრი რამეც ვცადე, მაგრამ აი უნივერსიტეტებში ესე ვთქვათ, ბიზნესზე ვსწავლობდი. მე გადმოვედით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც შემდგომში კიდევ ერთ-ერთ გუნდში მივედი აქაც სხვა მიზეზით, მაგრამ მომიწია, ესე ვთქვათ, საოცარი გუნდია დღესაც ვერი და ესე იგი აკადემიური გუნდის, აკადემიურ მუსიკასთან პირველ შეხება მე ამ გუნდის საშუალებით ვქო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კაპელა ლაშა მირტაძის ხელმძღვანელობით და აი აკადემიურ მუსიკას რაც ეხება და რამაც გამოიწვია, შემიძლია თამამად თქვა, რომ ჩემი ესე ვთქვათ კონსერვატორიასთან დაახლოება და შემდეგ უკვე სწავლა ლაშას დიდი დამსახურება ამაში რა თქმა უნდა და ამ გუნდისაც და ზოგადად რაღაცნაირად ისე მაგრამ ვიარე და საბოლოო ჯამში კონსერვატორიაში ჩავაბარე ქალბატონი აირჩია კონსერვატორიაში დირიჟორობა საგუნდო აკადემიურ გუნდის დირიჟორობა ქალბატონი ლიანა ჭონიშვილმა ესე ვთქვათ მირჩია რომ ჩამებარებინა და მეც რაღაცა უკვე ის დრო მადლობა დიდი ის დრო მოვიდა უკვე რომ რაღაცა გადავწყვიტე ყოველთვის მინდოდა მაგრამ რაღაცნაირად ისე აიწყო ცხოვრება რომ ვერ წავედი ამ მიმართულებით მაგრამ მაშინ როცა ეს ყველაფერი დაალაგდა ერთ სიტყვით და მენიშნა რომ და ჩამებარებინა ქალბატონი ლიანაც გამიწია ესე ვთქვათ რეკომენდაცია ჩავაბარე და ჩავაბარე და მაყოფილი ხარ და აგდე რა თქმა უნდა
მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ჩემი გუნდი არ ყავს საკუთარი თუ ასე შემდეგ, ძალიან კმაყოფილი ვარ ამ პერიოდით, ამ განვლილი 4 წელით, რომელიც კონსერვატორიაში ასე ვთქვათ, განვლე და საკმაოდ კარგი იყო ეს ყველაფერი. ესე უნდა მოხდარიყო და ყველაზე სასიამოვნო ის არის ამ ყველაფერში, რომ მე ჩემი მეუღლე გავიცანი. აი ეს უნდა მეთქვა, მეუღლეს დაგაკავშირა მუსიკა. აუცილებლად. ბევრი ვიარი ცხოვრებაში და ღმერთმა შემთხვევით არაფერი ხდება. შემთხვევით ნამდვილად არაფერი. ესე იგი ამიტომაც მიხვედი ბოლოს ის რომ ეს ოჯახი შეიძლება ამას ყოველთვის ვამბობ, რომ შექმენი ოჯახი მუსიკამ დაგაკავშირათ, მაგრამ ესე იგი სასულიერო პირის ოჯახში შეხვედით ერთგვარად, ხო? იმიტომ რომ მამამ ბესარიონი, სიონის ტაძრის ველსახური, აკადემიის პროექტორი, შესანიშნავი ადამიანი და ნინი მითხრა, მაშინ არ ვიცოდი რომ თურმე ძალიან უყვართ მუსიკაც მამამ ბესარიონს და საოცარი ადამიანია და სიონს როდის დაუკავშირდი, ვიცი რომ სიონშიც გალობასთან ქონდა შეხება. პირველ რიგში დაგიდასტურეთ ძალიან გასაოცარი ადამიანი. ას უყვარს ახლა ხებოდა ვიჩა მაშინაც მე რომ შემორჩენიოდა. ხო და ესე ვთქვათ საოცარი ოჯახთან არა მხოლოდ ნინიმ თავი გამაცნო, არამედ თავის გასაოცარი ოჯახიც. ამის თქმით და ყველა აბსოლუტურად ერთმანეთზე უკეთესები არიან. და რაც შეეხება სიონის გუნდში ძალიან ბევრი ადამიანია კონსერვატორიიდან. კონკრეტულად საგუნდო მე დავიჭირ ყავდა გადაცემაში და დათომაც მითხრა რომ პროფესიონალები არაჩვეულებრივი პიროვნება გადაცემაშიც იყო და ესე რომ ვთქვათ რაღაც საერთო სანაცნობო იყო დადიოდა შაბათკვეს მე მანამდე სხვაგან ვგალობდი წმინდა ნიკოლოზის ტაძარში გრიშაშვილის ქუჩაზე. მამამ ბესარიონ მენაბესთან გალობდი და რაღაც პერიოდში მოხდა რომ რაღაც საქმეებში გავერთე ესე წამოვიდი ვეღარ ვგალობდი, ვეღარ ვახერხებდი და შემდეგ კონსერვატორიაში როდესაც ახლა საერთო წრე მქონდა ლაშა დათო გავიცანი, ომარ ბურდული ჩემი პედაგოგი უშუალოდ ეს ყველანი გალობდნენ სიონის გუნდში და მეც რა თქმა უნდა ერთ შაბათს გავყევი, მერე კვირას გავყევი და მერე მიყევი და მიყევი. მოხდა მიყევი, ხო. ეხლა პატარა პაუზა მაქვს რომ მოგატყუოთ რაღაც საქმეების გამო ესე ვთქვათ ცოტა მოწყვეტილი ვარ, მაგრამ გაპირებ რომ აუცილებლად აღვადგენ. ზრდის თუ არა ეს კითხვა დაუსვი არაერთ ადამიანს, რომელიც მყავდა, რომელსაც გალობასთან ქონდა შეხება და განსაკუთრებით იმ მიმართულებით, როცა დავუშვათ მას ცალკე მუსიკალური პროფესია აქვს, ეს საესტრადო იქნება თუ საგუნდო იქნება თუ ხალხური და გალობენ. ზრდის თუ არა გალობა მუსიკოს მომღერალს სულიერად კარგ შემთხვევაში ნოზდიდეს ეს უნდა იყოს, მაგრამ პროფესიულადაც და რა სიმაღლეა აუცილებლად ჩემთვის გალობა ალბათ პირველი წყარო არის ჩემი ასე ვიტყვი არა მხოლოდ პროფესიულად არამედ სულიერ სიმშვიდე სხვა სულიერ სიმშვიდეს გაძლევს გალობა ქართული სახოვანი გალობა რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ რომ ქართული პოლიფონია აი კონკრეტულად რო ავიღოთ აი ბავშვობიდან როცა სახოვანი თუნდაც ფოლკლორი ავიღოთ არა მხოლოდ გალობა მაგრამ გალობა კიდე სხვა სიმაღლე არის ჩემთვის და სხვა რაღაცებთან კიდე გავშვიში მუსიკალურად ძალიან გზდის პოლიფონიას გასვეს ხმებში სიმღერას გაშვეს ადამიანს და რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს პოლიფონიურობა და ეს მრავალხმიანობა რო გესმოდეს კარგად თუნდაც გამოიყენო შენს როგორც დირიჟორმა აუცილებლად უნდა იცოდეს ყველაფერი და ძალიან ბევრს გაწყობს მე ვთვლი რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი არის ვინც ღერის ქართულ პროფესიას ვინც გალობს ქართულ საგალობელს რომელსაც აქვს ეს ყველაფერი რაც მაგალითად აკადემიურ მუსიკას სჭირდება თუმცა ხდება ისე რომ ვიღაცა აგრძელებს ვიღაცა არ აგრძელებს მაგრამ ეს რომ საზრდო არის საზრდოს იღებ პროფესიულს ამ ყველაფრისგან ეს ამას წყალი არ გაუვა ძალიან დიდი როგორ თქვა რა უხეშად რო თქვა ძალიან დიდი მასალა არის პროფესიონალისთვის რომ შეეხოს ბავშვობიდანვე რაც თავარი არის ბავშვობიდან დატვირთული რეჟიმის ფონზე აღარაფერს ლაპარაკობ იმ ზოგადად საერთო ფონზე სულიერი სიმშვიდესაც არის ეს როცა შენ მიდიხარ მსახურებაზეც გახარ ერთი ხრი გუნდის წევრი ხარ რაღაც მსახურების გამშვენებაში იღებ მონაწილეობას თან სიონში ხა მამა გიორგის წირვაზე ისე ვერ იქნება და საკუთარი ერთგვარი იცი რაც ვთქვი რომ თითქოს ყველაფერს წლები ცოტა ხანი საკუთარ სულზე ძრუნავ ამეთ ეს მომენტი არის ესა პირველ რიგში მე ვთქვი პირველ რიგში ეს გალობა რა არის გალობა არის გამშვენებული ხო ანუ ლოცულობ უბრალოდ ამშვენებ წირვა ლოცვას და რა პირველ რიგში ეს არის სულიერი საზრდო პირველ რიგში იქ მიდივართ სალოცავად და რა თქმა უნდა ეხა ეს უდიდესი ესე ვთქვათ ცალკე გახრა არის გალობა მაგრამ ეს არის ესე ვთქვათ გამშვენებული ლოცვა იგივე და რა თქმა უნდა როცა პირველ რიგში შენ თუ არ იაზრებ სად გახარ რას აკეთებ რატომ გალობ შეუძლებელია რომ იქ დგომ ლოცველს მრევლს ვერ მიაწვდინო ეს რა თქმა უნდა და
ну ეს არის ერთიანი, ეს არის რაღაც ცალკე განყენებული გალობა და ეს არის ერთიანი პროცესი. სახურების ნაწილია. ერთი ღვთისმსახურების ნაწილი არის და რა თქმა უნდა პირველ რიგში აქ მივდივართ რომ ჩვენ თვითონ ესე ვთქვათ ღმერთ შევედროთ რომ ყველაფერი კარგად ჩვენი სულისთვისვე. ჩვენი სულისთვის. ახსენე ესეთი რამ რომ მანამდე მამა ნიკოლოზ ტაძარში ვიყავი მამა ბესარიონთან ხო და კითხავ აქვე აი შენს სულიერ გზა შენს კავშირს ღმერთთან იგივე როცა მიხვედი ნიკოლოზ ტაძარში ეს იყო რომ შენ ტაძარში მიხვედი და დაიწყე გალობა თუ გალობა დაიწყე და დაუკავშირი თუ არა სარწმუნოებას თუ აი როგორია შენ არა მე ბავშვი აი რაც თავი მახსოვს მამა ბესარიონი და ჩემი მოძღვარი არის და რაც თავი მახსოვს მასთან ვარ ძალიან პატარა ასაკიდან ახლა ჩემო მშობლებმა რა თქმა უნდა იზრუნეს ყველანი ესე ვთქვათ აქტიურად დავყავდით ძართული არის ხა 7 შვილის ესე ვთქვათ ყოველ შაბათ-კვირა სიარული ტაძარში თუმცა მოახერხეს და ბავშვობიდანვე ეს მოგწეს ეს რაღაცა ესე ვთქვათ ქრისტიანობისკენ გვანახეს გზა და რაც თავი მახსოვს აქ დავდიოდით თუმცა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გალობასთან კონკრეტულად დაკავშირია რომ ძართული არის ბავშვი რო ხარ გაიაზრო რა აი სად გახარ სივალოცვის დროს და აი ეს გალობა მაგალითად ეხა მე ყოველ შემთხვევაში რახან სმენა მქონდა რაღაცა აი ამ მხრიდან დამაინტერესა იმიტომ რომ ბავშვი როცა ხარ ძართულია გაიგო თუნდაც ის სიტყვები თუნდაც ის ძველქართული ესე ვთქვათ სიტყვათა წყობა და ასე შემდეგ ასე მაგრამ აი მე გალობა დამეხმარა ძალიან ამაში რომ აი წირვალოცზე ხა ბავშვი ხო გალობის გამო მიდიოდი ცელქი არის დარბის გამრობის მაგრამ გალობა რომ ესმოდა აი მე იქიდან დავიწყე გააზრება თუ რა იყო წირვალოცვა რა და ეს მე ძალიან დამეხმარა და აქედან გამომდინარე საჯაროდ ვიტყვი რა მნიშვნელობა აქვს გალობას მე ბევრი ადამიანი ხა შენ სწორად დაუკავშირე ბავშვისთვის ხო და მე იცი რამდენი ადამიანი გამიცნია და უთქვამს რომ აი მივდივარ და გალობის მოსასმენად მივდივარ. აი გალობამ გამაჩერა. გალობის გამო მივდივარ პირობითად სიონში ან სამებაში ან ქაშვეთში და მე გალობა მიმიყვანა. ბევრი უცხოელი გამიგია რომ აი უბრალოდ შევედა და შეთე გავჩერდი და უსმენდი როგორ გალობ და ესე იგი აქინა გამომდინარე როგორ ზდის გალობლისთვის პასუხისმგებლობას. აუცილებლად. რომ შენ რაღაცა შეიძლება მიდიხარ და დავუშვათ მე 5 წელია პირობითად და მე 10 წელი მიდიხარ და ისევ წამსი ისევ უნდა იგალობო მაგრამ ვიღაცა შეიძლება პირველად მოვიდა და სწორედ ამიტომ ის რომ ეს გალობა აკავშირებდა იმ მომენტში ის გალობა ის ხიდი ღმერთთან აუცილებლად და რა სწორედ ამაშია ყველაფრის ხიბლი რა ერთი კონკრეტული რაღაცა არ არის აი ყველაფერი კავშირში ერთმანეთთან და ისევე როგორც მე ბავშვობაში სხვა ადამიანის არ არის პრობლემა დასრული ესე ვთქვათ გალობა მიიზიდა ესე რომ ვთქვათ იმიტომ რომ აქვს ამას თავის მიმზიდველობა არა მხოლოდ შინაარსობრივი არამედ ლამაზი არის გამშვენებული ლოცვა არის და ეს ნამდვილად ესე არის მეც არაერთხელ მსმენია და უთქვამთ ჩემთვის რომ ეს ასე არის როგორც გალობელს მინდა კითხო მაგრამ როგორც პროფესიონალ მუსიკოს უკვე შენ პროფესიით მუსიკოსი ხარ ხო სადირიჟორო ვახსენებ ქართული გალობა რომელიც ჩვენ ესე გვიამაყება რომელიც ესე გვიყვარს ხა მე და სხვაებმა უბრალოდ ვიცით უსმენ და გვიხარია შენ პროფესიულად შეხება და მუსიკოსი ხარ აი ვიძახით რომ ეს არის მარგალიტესა ჩვენი სიმდიდრე ეს არის რაღაც გამორჩეული ხო ხა ვიღაც სხვა ქვეყანაში ვისაც თავიანთი სტილი აქვს გალობად იმას თავის უყარდა ლოგიკურია იმიტომ რომ შეიძლება ხა შენი არ გიყვარდა სხვა გიყვარება რას ფიქრობ ბრითია გამორჩეული ერთია ეს უნიკალური და აქვე კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს წინაპრებს რომ შეგვინარჩუნეს ეს მართლა საგანძური და კიდე 1000-ობით არის აღსადგენი და აღმოსაჩენი ნუ ქართული გალობა როგორც ქართული ფოლკლორი იმიტომ რომ მაინც კავშირშია ერთმანეთთან და საქართველოს ეს რაღაცა განცალკევებული არ არის უნიკალური არის თავის მხრივ არაერთი მიზეზის გამო კიდევ ერთხელ უგემეს მადლობა იმ ადამიანებს ჩვენ წინაპრებს ვინც ბევრი სისხლი და ბევრი ოფლი დაღორესება ჩვენამდე მოეტანა და დღეს რომ ქართულად გალობთ ეს არის ნამდვილად სასწაული იმდენჯერ ესე ვთქვათ უბრძოლიათ ამის წინააღმდეგ და იმდენჯერ უცდელობა იყო რომ ეს აღმოფხვრილი იყო რომ აი წარმოუდგენელი ისტორიის რო გადავხედოთ და კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მათ ძალიან დიდი პატივისცემით რაც შეეხება ამ ნაწილს უნიკალურია როგორც ქართული გალობა, ასევე ქართული ფოლკლორი. ვერ გამოვყოფთ ერთმანეთისგან, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ხდება საქართველოში ერთად. ვერ იქნებოდა გალობა ისეთი როგორც არის ფოლკლორი, იმიტომ რომ ქართულმა ადამიანმა რაღაცა ისე მოხდა, რომ აი ეს ღმერთისგან არ ვიცი, დიდი საჩუქარი გვერგო ქართველებს, რომ ესეთი პოლიფონია გვაქვს, ესეთი ჰარმონიები გვაქვს. არ ვიცი, სწორ სიტყვას ალბათ ვერ ვსპოვლობ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს არ მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელ სოფლიოში აღიარებული ეს ყველაფერი. ნუ ამას თავის მიზეზები აქვს, რა თქმა უნდა. ჩვენ ქართული სანხმოვანება არის, ნუ რა თქმა უნდა, ხა არის რაღაც გამონაკლისები, მაგრამ 99% ქართული სანხმოვანება, იქ არის გალობაში მე-4 ხმაც შეიძლება მე-5 ხმაც იყოს, მაგრამ ზოგადად არის გენიალურობა ქართული გალობის და ქართული ფოლკლორის რაღაც გენში გვიზის. ეს დროდადრო მოხდა, რა თქმა უნდა. სადია.
დროსთან ერთად. მოკლედ მივედით აქ. ახლა გითხარი საესტრადო ნაწილზე. იმ ნაწილზე რითიც საზოგადოებამ გაგიცნოთ, შეგიყვარათ, გაიმარჯვეთ პროექტში, არაჩვეულებ მომღერლებთან და სხვა გუნდებთან ერთად და თქვენ გახდეთ შეუძლებელი ქართველებისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს ნაწილი როდის გადაწყდა, როდის შეიქმნა ჯგუფი და გითხარი ამ ნაწილზე და თქვენს ამ მიმართულებაზეც. ხო. არ ვიცი, ძალიან გახარებულები ვარ, მოკლედ. მე როგორც მოგახსენეთ, ცივი სახელმწიფო უნივერსიტეტში მღეროდი, ისე ერთი გამომრჩა თუ შეიძლება ჩავამოწე. მე ასევე ნინის ყავს საკუთარი გუნდი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. და როდესაც ჩვენს ჯგუფს ადარ მოვიგეთ გრან-პრი ამ გადაცემაში, ნინი მიმოვე კვირას მოიგო ნინის გუნდმა მოიგო გრან-პრი საქართველოს აი არ ვიცოდი აქედან უგულწო კონკურსში, საგუნდო კონკურსში და საოჯახო წარმატებები გქონდა. საოჯახო წარმატებები გქონდა. რაც შეეხება თვითონ ესე ვთქვათ ჩვენ ჯგუფის შექმნის ისტორიას, ჩვენ მე როგორც გითხარით TSU-ში მღეროდი, ლაშა მინუტაძის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ კაპელაში და აქ მოხდა ჩვენი გაცნობა ერთი სიტყვით გადავიკვეთეთ. ჩვენ საერთო მეგობრები ყავდა, ასე თუ ისე შორი ახლოს რაღაცა ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ დაახლოება მოხდა ამ გუნდში და სულ რაღაც 1 წელი არის ჩვენ ვიცნობთ რამდენიმე წელი ერთმანეთს, მაგრამ როგორც ესე ვთქვათ ჯგუფი და როგორც ესე ვთქვათ საქმიანობა ამ კუთხით ესტრადის მიმართულებით და ამ მიმართულებით მოხდა 1 წლის წინ და რაღაც ისე მოხდა რომ არა მხოლოდ ჩვენი დამსახურებით, არამედ ჩვენი გულხურვალე ესე ვთქვათ გულშემატკივრის დამსახურებით მოვიგეთ ეს მეგა შოუ და ძალიან ბედნიერები ვართ ერთი სიტყვით რა. როგორ არჩევთ რეპერტუარს, აი რა მიმართულებას, იმიტომ რომ როგორ არის ხო საქართველოში დღეს აბედნიეროდ ეს კარგია, ბევრი ჯგუფია, ბევრი ანსამბლია, ბევრი ტრიოა, ბევრი კვარტეტია, იმიტომ რომ უმეტეს ქართველი მღერის და თან იმდენი ცნობილი სიმღერაა, იმდენი დიდი მომღერლის და დიდი ანსამბლის ნამღერი, რომ ერთი მხრივ ვერაფერი ახალს ვერ იზამ, მაგრამ მეორე მხრივ არ უნდა გაიმეორო, ხო და რა არის თქვენი მიმართულება, რა გემღერებათ? მოდი ასე კითხავ. კი ბატონო, ჩვენ პირველ რიგში სულ რომ გვემღერებოდა მაგით შევიკრიბეთ საბოლოო ჯამში. რა თქმა უნდა, დღეს საბედნიეროდ არის ესეთი ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, მუსიკალური მიმართულება ჯგუფებისა, ცნობილი ანსამბლებისა, რომლებიც გენიალურ სიმღერებს დავაზობენ, გენიალურ ახალ სიმღერებს, ასევე განახლებ უძველ სიმღერებსა და ძალიან საბედნიერო არის ეს, იმიტომ რომ რაღაცა სულ რაღაცა 10-20 წლის წინ ეს სიტუაცია ესე არ იყო. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ დღეს ესე არის, იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს არის გემოვნებიანი ქართული ესტრადა, ქართული ქალაქური მუსიკა, რომ იყოს ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე. რაც შეეხება ჩვენ მიმართულებას, ჩვენ ჯერ კიდევ ახალი შექმნილი ვართ, თუმცა გვინდა რომ სიახლეები გამოძებნოთ, ის სიმღერები, რომლებიც არ შეუსრულებიათ, არ შესრულებულა ხმებში ეს სიმღერები შევასრულოთ. არის კიდევ ბევრი ასეთი და ვაპირებთ და რა თქმა უნდა ახალ სიმღერებს, რა თქმა უნდა ჩვენ გენიალური კომპოზიტორები ყავს დღევანდელ დღეს და გვინდა რომ მათთან ერთად ვითანამშრომლოთ, გავაკეთოთ გემოვნებიანი მუსიკა ერთად და ეს არის ჩვენი მიზანი. არავითარ შემთხვევაში არ ვერიდებით სიახლეებს და გამოწვევებს. თუნდაც ეს კონკურსი იყო, ეს მაგალითი რომ აი ძალიან რთული არის 1 წლის შექმნილი გუნდისთვის რომ ესეთ ნაბიჯი გაადგეს და საბედნიეროდ გაამართლა და ესე რომ ვთქვათ, ჩვენი მიზანი არის რომ შევქნათ გემოვნებიანი მუსიკა. ხალხ რა თქმა უნდა ჩვენ ვისიამოვნოთ პირველ რიგში, იმიტომ რომ ჩვენ თუ არ ვისიამოვნებთ, ვერ ისიამოვნებს მსმენელი და ეს არის ჩვენი ახლო მიზანი. გვაქვს დაგეგმილი რაღაც სიახლეები, რომელსაც ნელ-ნელა გავაცნობთ ჩვენ გულშემატკივარს. პროფესიულად რა გეგმები გაქვს? უკვე შენს პროფესიულ ნაწილს მიმართავს, ადირიჟორ მიმართულებით, ალბათ აგძელებ აქაც ფიქს შრომას და აი არა გოგოთ უახლეს არ გეუბნები ზოგადად პერსპექტივაში რა ვფიქრობ, რა ხედვები გაქვს და როგორ საქმიანობა, კი ბატონო. ნუ მე ხა ცხოვრება ორად მაქვს გააყოფილი. ჩემი თავარი საქმიანობა ამ შემთხვევაში ყოველდღიური, ესე ვთქვათ, არ არის დაკავშირებული მუსიკასთან. ესე ვთქვათ, სამშენებლო მიმართულებით ვარ და სიმღერაში მე ხო სიმღერაში ხო არის სოფლის შენებას რა უნდა ხო ხმები ერთი მეორე და ერთი ბანიც უნდა ხო და რა თქმა უნდა ამით და ხო და როცა ესე ვთქვათ ამ საქმეს მოვილებთ დღისით რა თქმა უნდა მე საღამოს უკვე იწყება სხვა ჩემი მეორე ცხოვრება რომელიც მუსიკასთან არის დაკავშირებული და საკმაოდ გაატვირთულია რამდენიმე გუნდში მღერი
რა თქმა უნდა ჩემი თავარი ახლა მუსიკალური მიმართულება ჯგუფი სად არია და ერთად ვქნით ესე ვთქვათ მუსიკას დღეს და მინდა რომ ესე გაგრძელდეს რო არ მოგატყოთ არ გამორიცხავს ერთი მეორეს თავარია რომ სწორად დროის გათვლა სწორი მიზნები და ყველაფერი შესაძლებელია დღეს გვაქვს იმის საშუალება რომ ესე ვთქვათ რაღაცა მხოლოდ ერთი არ ავირჩიოთ და მიუხედავად იმისა რომ რა თქმა უნდა თუ ეს ხარისხზე არის მოქმედებს და დღეს გვაქვს ამის საშუალება რომ ისე შევასრულოთ ჩვენი და გავაკეთოთ ჩვენი სხვადასხვა საქმე რომ ხარისხზე ამან არ იქონიოს გავლენა და რა თქმა უნდა ჯგუფისად ეს არის არა ჩვეულებრივი წამოწყება არამედ სამომავლო დიდი გეგმები რომელსაც მივყვებით და ერთი სიტყვით წინასწარ ბევრი საუბარი რო არ გამოიდეს დაველოდოთ სიახლეებს და აუცილებლად შემოგთავაზებთ ძალიან სასიამოვნო რეპერტუარს ძალიან სასიამოვნო ასე ვთქვათ საღამოებს ივენთებს და ასე შემდეგ. სახელი ვინ შეერჩია და რატო სად არის? სახელი მე ერთ-ერთი გვიანი წევრი ვარ. ხო, უკვე სად არის იყო რომ მივედი, მიუხედავად იმისა რომ მეგობრები ვიყავით მანამდეც. სახელი შეერჩიეს ერთობლივად. ისევ ეს საქმე არ არის მხოლოდ 6 კაცის, აი როგორც პროექტის მოგება ვახსენე, ეს იყო დიდი ოჯახის გამარჯვება. ჩვენ უკან დგას უამრავი ადამიანები, ჩვენ მეუღლეები, ოჯახის წევრები, მეგობრები და სწორედ აი შერჩევის ჯგუფის სახელი შერჩევის პროცესიც შიც იყვნენ ჩართულები ჩვენი მეგობრები. ვიცი რა? ხო, სადარი პირველ რიგში არის რა თქმა უნდა შესადარი ეს ძალიან ხო, სადარი მაკიდან არის, ხო, მეტყვი, ქართულ სადარი ბევრი კონტექსტი აქვს. სადარი, ნუ მე რა თქმა უნდა სადარი, რაღაც შესადარი. ამ კონტექსტია. ან თვითონ შესადარი ჯგუფი. კი ბატონო. საზოგადოებამ გადაწყვიტა. საზოგადოებამ გადაწყვიტა, რა თქმა უნდა, იქ იყო რაღაც პატარა მარკეტინგული ხრიკებიც ამ სახელთან დაკავშირებით. უნდა სადარი. ესე იგი, მე ბავშვობიდან რა, ცოტა უფრო გააზრებული ასაკიდან ერთი უცნაური თვისება მაქვს რა, რომ რაღაცას რო ვუსმენ. თითქოს აი გულში ვდირიჟორობ და აი ეს ინსპირაცია არის ჯანსუკახიძის დირიჟორობა რომ ახსოვს მონოსპექტაკლები რო იყო და სულ მინდოდა როგორ ალბათ გულში თორე არც მიცია ჩამებარებია მაგრამ რაღაცა ფანტასტიკური რამეა დირიჟორობა ასე მგონია და ეხლა მე შენ პროფესიით დირიჟორს მინდა კითხო ამ კუთხით თუ ხედავ შენ წლების მერე რომ შენს აწევხალთ და იდირიჟორი არ ვიცი ჩემი გუნდთან დაკავშირებით არ ვიცი მე თუ შევქმნი გუნდს ნაკლებად მგონია თუმცა აი ნინის გუნდთან შეიძლება ერთი ნაწარმოები დაგეგმილი გვაქვს სადაც ვიდირიჟორებ ნინი შეასრულებს თვითონ სოლოს და აი ნახოთ რა გამო ძალიან დიდი სიამოვნება არის ძალიან დიდი სიამოვნება და უდიდესი პასუხისმგებლობაა როცა ხარ გუნდის დირიჟორი შენ ხარ ორგანიზატორიც მენეჯერიც პიარიც ყველაფერი აბსოლუტურად და არა მხოლოდ მუსიკალური მხარე არის არამედ მუსიკალური მხარის უკან არის უამრავი ორგანიზაციული საკითხი, რაც გუნდის დირიჟორობას უკავშირდება და ერთი სიტყვით მეც როცა მუსიკას ვუსმენ, ყოველთვის როგორც აი ზოგი ადამიანი არის რომ ღერის აყვება, აი მე როგორც ვუსმენ და ყოველთვის ესე ეძებ რაღაცა. მოაფასებ რა ძალიან. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ და წარმატებები გისურვებ. უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა შენ. მიდიხარ ვერ ხედავ რაღაცა გზას, მაგრამ გრძნობ რომ სწორი მიმართულებით მივიხარ და იქ ჩემს ძალიან მნიშვნელოვანია.